რაც ეხება წმინდა წყლის სპეკულაცია იქნება, რაც უნდა აზრი გამოუთქვა ახლა იმასთან დაკავშირებით, რა ეჭვი შეიძლება მქონდეს, მაგრამ კითხვები ცხადია მაქვს. კითხვები როლექსში მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რაღაცა, რა ვიცი, საღიაზრის დონეზე მე არ ვარ ახლა ამ საკითხის სპეციალისტი, მაგრამ საღიაზრის დონეზე მგონია, რომ ჯაშუშებს კამპანიურად არ აკავებენ. არ შეიძლება რომ კვირეული გამოაცხადო, მოდი ამ კვირაში დავაკავოთ ახლა ჯაშუშები და აკავოთ 14 წლიანი პაუზის შემდეგ. ხო, რაღაცა ეს რაღაც მოსახერხებელ დროებში. კი, პოლიტიკურად შაბათში. დროებში, კი. და თან რა დღეში რამდენიმე. მით უმეტეს რომ აი ასეთი ტიპის საქმეებს თან ახლავს ყოველთვის მუდმივი ბუნდოვანება, არასდროს არ ამბობენ ბოლომდე არაფერს მის, რომ ეს რომ მართლა ჯაშუშების საქმე იყოს და ჯეროდეს სამართალდამცავი ორგანოების, იმასაც დავიჯერებდი, რომ რა თქმა უნდა იარსებებდა საკითხები, რომელზეც ღიად შეიძლება საუბარი არ შეიძლება, მაგრამ ის იმ ტიპის ბუნდოვანება, რის წინაშე ხარ ჩვენ ვდგავართ, რომ არ გვეუბნებიან ვინ არიან, არ გვეუბნებიან რომელი ქვეყნის სასარგებლოდ, არ გვეუბნებიან არცერთ მტკიცებულებას არ სადაც გვითხრეს რომელი ქვეყნის სასარგებლოდ, იქაც რა გავიგეთ, ხო? წინა შემთხვევები ერთ-ერთი ევროპულ ქვეყანაზე რომელიც საუბარი. შეიძლება ასე ნებისმიერი ბრალდებით, თუ მე იმას სასამართლოს დაუხურავ, მიმის ადვოკატს გაუთქმულების ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერინებ, ჟურნალისტებს არ დაუშვებ და რა ვიცი, რასაც გინდა იმას იტყვი, რასაც გინდა იმას დაწერ და რასაც გინდა იმას წაიკითხავ მე, ხომ? ასე რომ ჩემთვის ეს საქმე არის ერთი დიდი კითხვის ნიშანი, წარმოქმნა არ მაქვს რა მოხდა და დიდი ალბათობით დიდი ხნის განმავლობაში ვერც გავიგებთ რასთან მოქვს საქმე. და კიდევ ერთი დასტური არის იმისა, რომ არანაირი ზედამხედველობის ინსტრუმენტი და ორგანო არ არსებობს საერთოდ, იმიტომ რომ უნდობლობა შეიძლება ქონდეს ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ ზოგადად თუ ინფორმაციას არ გაწვდის, მაგრამ აქ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სისტემურად არანაირი ზედამხედველობის საშუალება არ არსებობს. კი. ჯაშუშობა, რაღაც ქვეყნის ღალატი და ამ დროს არანაირი შენ არ გაქვს ხმა საერთოდ, რომ არც ადვოკატის მეშვეობით, არც იმის მეშვეობით, რომ იცოდე, რომ სასამართლოზე მაინც შეგიძლია თქვა რამე, რომელიც საზოგადოებას მithდება. ასე რომ ერთადერთი რაც ჩემთვის ერთ-ერთი რამ, რაც გასაკვირი არის ის, რომ ზოგადად რაც ჩემს წარმოდგენაში ჯაშუში ნიშნავს იმას, რომ ფარულად მოქმედებს, მოიპოვებს ინფორმაციას და გადასცემს ერთი რომ ის კაცი ვის დასახელდა არის ცნობილი რუსპრორუსი. ის არასოდეს არ მალავს იმას, რომ ხო, ანდა ის რომ რუსული რბილი ძალის აგენტია, ეგ ჯაშუშობა კიდევ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ინფორმაციაზე, რაღაც ტიპის ინფორმაციაზე წვდომა უნდა ქონდეს და ეს კაცი რომელიც ვიცი, არანაირი ოფიციალურ არც თანამდებობაზე იყო, არც არანაირი რა ვიცი კავშირი არ ქონდა ოფიციალურ სტრუქტურებთან. მე არ ვიცი რა კიდე რას ხდება. მას რო არავინ იცავს, ახლა მაყურებლისთვის გასაგები არანაირი мотиваცია არ აქვს ჩვენ, მაგრამ არ არის კონკრეტულ პერსონაზე, ეს არის მტკიცებულების სტანდარტზე. და პროფანაციაზე რას უწოდებენ ჯაშუშს. ფაქტი რომ კაცი რომელზეც რა ვიცი რაც მე დავიბადე მის შემდეგ შეიძლებოდა ეჭვის მიტანა რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობს მაინც და მაინც აი ამ კამპანიის ფარგლებში დააკავა იმ ხელისუფლებამ დე-ფაქტო ხელისუფლებამ რომელიც თავად არის ინფილტრირებული ხო რუსეთის ინტერესებით და ამის ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებიც ხა ფარცხალაძე ბევრჯერ ახსენეთ და ამას გიცხადებენ ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონად ხო ამ 4 ადამიანს ასე გამოდის ამდენწლიანი ნამდვილად ამ ხელისუფლებამ გამოვლინოს რუსეთის ჯაშუში დამდვილი განზრახვით და რუსეთისგან ამას პასუხი არ მოყვეს ჩვენ ვიცით შემთხვევაში აზერბაიჯანში წავე პასუხები აქვს ხოლმე რუსეთს როცა კი არა საპატრიარქოს არჩევნებს აკომენტარებდნენ ანუ უყურადღებო დატოვება მათი მხრიდან რაღაც კიდე შეთანხმების გემოსტოვებს ხო მინიმუმ წინასწარი კომუნიკაციის გემოსტოვებს ასეც მტკიცებით ვერ ვიტყვით მაგრამ კიდევ ერთხელ ყველაზე დიდი უბედურება მომბავშვი არის ის რომ არაფერი არ ვიცით